1 დეკემბერს BBC-მ ჟურნალისტური გამოძიება გამოაქვეყნა, საიდანაც გავიგეთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შარშან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენა. მასალა ეფუძნება დემონსტრანტების მონათხრობს, ექიმების კვლევას, 2019 წლით დათარიღებულ დოკუმენტსა და საერთაშორისო ექსპერტების შეფასებებს, GDD-ს ყოფილ თანამშრომლებსა და მაღალჩინოსნებს. ღრმად არასერიოზულია, ასე პასუხობს ქართული ოცნება BBC-ს. სუსმა გამოძიება დაიწყო. დავადგენთ, რამდენად რელევანტური შეიძლება იყოს ეს ინფორმაცია და ყველა მიმართულებით ვიმუშავებთო. ვახტანგ გომელაურმა თქვა, BBC-ს სტატიაში ნახსენებ ნივთიერებებს შსს მართლაც ყიდულობდა და იყენებდა ნაცების დროსო. თუმცა ოცნების ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებას ახლანდელი მინისტრი გელა გელაძე უარყოფს. უწყება დღემდე არ აკონკრეტებს, რა ნივთიერებებს იყენებდნენ. არც იმას ამბობს, რატომ არ დასჯილა არც ერთი მოძალადე პოლიციელი. BBC-ს სტანდარტებს პროპაგანდისტული მედიები იწუნებენ. მმართველი პარტიის ნარატივებს ავრცელებენ და თან გვეუბნებიან. თეთრი სახლის ვებგვერდს ახალი განყოფილება აქვს, სადაც ყალბი ამბების გამავრცელებელ მედიებს შორის BBC-ცაო. პარალელურად პროევროპული აქციის მონაწილეებს დასცინიან. პარლამენტთან თეატრალური დადგმა ჩვენ მოგწამლეს შეასრულესო. რას აკეთებენ ოცნების ლიდერები? ადრე ისინი BBC-ს თავისუფალ მედიად მიიჩნევდნენ. ახლა კი, როცა მათი შესაძლო დანაშაულები ამხილეს, BBC-ც სრულ და ფეიქ მედია გახდა. თქვენი აზრით, როდის გვატყუებდნენ ისინი?